რა დღეში სად ვართ მოსულები? მიესალმე ხალხს. ჰა? ეს სული შემადგენლობით ოჯახი ვართ წამოსული გამოქვაბულში, რომელიც არის უზარმაზარი და თლიანი გამოქვაბულის ნახვა სჭირდება საათნახევარი. არის ტური, რომელიც ჩვენ ავიღეთ და ესეთი რაღაც უდაბნოს ადგილი არის და მთაზე შემაღლებულ ადგილას არის უზარმაზარი გამოქვაბული, რომელსაც განახებთ სავსე სტალაგმიტების, სტალაქტიტებით და სხვადასხვა აღმოჩენებით. უეჭველი მოგეწონებათ თქვენს. ახლა განახებთ გარემოს, როგორი ლამაზი არის აქ. რა თქმა უნდა, საქართველოს ბუნებას ვერ შეედრება ვერანაირად, იმიტომ რომ აქ გაცილებით უფრო სხვანაირი გარემო არის უფრო უდაბნო სტილის, გამომშრალი ჰავა და ქვიანი და კლდიანი მთები. ქვიანი და კლდიანი. ეს არის შესასვლელი კუევა დელ პორტო. კუევა არის გამოქვაბული. ხო. და ეხა აი აქ უნდა ავიდეთ. შეიძლება სხვა ხალხიც მოვიდეს, იმიტომ რომ ესეთ ჯგუფებად შედიან ხოლმე. არ ვიცით რამდენები ვიქნებით და შეიძლება უკვე მისულები არიან ხალხი. ნახოთ ეხა შეიმჩევათ და ნახოთ რა ხდება. ესენი ცოტა მოდუნებულები მოდიან შაბათ დილით რომ გაიღვიძეს. ძალიან არ გაუხარდათ მე მგონი არა? მე არა. მეც ფშია არც მიჭამი არაფერი. ქალბატონო ადრიანამ კი ჭამა. წამა ესე შევიდეთ. გეძინება? ნახე ეკო არის აქ. შესასვლელში აი ესეთი სალაგდა გხვდებათ, სადაც იყიდება თიდან მოპოვებული სხვადასხვა კრისტალები. ეს ძალიან ლამაზი ადგილი და ნახეთ სხვადასხვა სახის კრისტალები. ეს სამკაულები დამზადებული კრისტალებით. მართლა რა ლამაზებია. აი ესეთი არის შიგნით. უზარმაზარი გამოქვაბულია. და ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს. ჩვენ რო გვეგონა რომ ბევრი ხალხი იქნებოდა სინამდვილეში ვართ მარტო ჩვენ პირველებიც და ბოლოებიც. და მარტო ჩვენთვის ჩარტარდება დღევანდელი ექსპედიცია. კასკებით. გვიხდება. ესეც ზემო და ხედი. Es que como teníamos planes, el tema era primero ahora o ya dejar a la primera hora. დაიძრა ჩვენი სამკაციანი ექსპედიცია. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ წინაზე ვიყავ აქ მოსული, სადღაც რამდენი 3-4 წლის წინ და მაშინ ძალიან ბევრი ხალხი იყო, ანუ სადღაც 20 კაციანი ჯგუფი მაინც იქნებოდა და ეხაც ესეთი ექსპექტატივა მქონდა, რომ ბევრი ხალხი იქნებოდა და მეთქი ადრე მივიდეთ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ პირველები და ბოლოები ვართ. სამკაციანი ექსპედიცია ტარდება. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მარტო ჩვენთვის იქნება ექსკლუზიურად ყველაფერი. ესეც შესასვლელი ადგილი. Lo suyo entra por ahí, verás el galo. Entramos por aquí. Dejamos poco. Zadkhart. Let's go. ხახო თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა სილამაზე არის შიგნით. უბრალოდ ყველაფერს ვერ ვიღებ, იმიტომ რომ გადაღება აკრძალული არის. და მხოლოდ რაღაც განკუთვნილი ადგილები არის, სადაც შემიძლია გადავიღო ვიდეო. ¿Cuánto tiempo lleva esto así?
Wow. Qué susto. Mirti ჩემო. A ver, y ahí a la derecha. Sí. ეს არის ამაზე ამბობ რომ სახე არის. გამოქვაბული სახე ჩანსო. მე კი ვერ ხედავ არაფერს Te მაგრამ. pones aquí y te cae agua. Yo. Está haciendo la gota, están haciendo la gota de aquí, ¿eh? Ahí, ahí, ahí. Sí. მაღლიდან ვარდება. Venga, os explico más cositas. დაგეცა. წვეთები და Venga, ეცა. no ha quedado claro lo que era. Voy a poner la Sí. cruz en el dedo. Ahí la tenéis. Qué cosa más chungo, ¿no? Vale, aquí se acaba la zona de foto. Ahora vamos a encontrar, ¿vale? Sí. Yo voy llegando ya. Ahora os voy a enseñar la cara de Tiara. La cara de Tiara. A ver, ¿no? აქ ცოტა დაბალი ჭერი არის. Vea. ¿No? Conmigo no. მოდი დამღრილი კიბეები არის, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ რასაც გავდივართ არის 700 მეტრი თავიდან ბოლომდე, მაგრამ თვითონ გამოქვაბული არის გაცილებით დიდი. უზარმაზარი არის. და მხოლოდ 10% არის აღმოჩენილი ამ გამოქვაბულის. რომელიც არის დაახლოებით 9 კილომეტრი. დანარჩენი 90% ჯერ კიდე აღმოსაჩენია. No, yo no. Estos son columnas. ეს მზღვის მცენარეებს გავს. დაბლა არის 35 მეტრის სიღრმე. No, este no, no te lo esperes. მოვედით აი ესეთ დიდ სალონში, დიდ დარბაზში უბრალოდ. ნახე, ეს კი გავს სახეს. უზარმაზარი არის. ყველგან რაღაც სხვადასხვანაირი ფორმები და Se llama la sala de la rabia. ამ დარბაზს ქვია ფესვების დარბაზი. იმიტომ რომ ფესვებით ჩამოდის მაღლიდან. აი ესეთი. Venga, os explico un poquito cómo se forma la piel. No te ეს არის ზღაპარი. Voy a explicar esto. ვაუ. Esto es luminiscencia. Luego hay otra sala que allí os voy a echar una foto chula, ¿eh? Vale. მირთო პატარა. Es luminiscencia. Quiero que sepáis que somos pioneros en montar dentro de una cueva una sala პატარა luminiscencia. უცხო პლანეტელი. Entre esta sala y otra que vamos a ver después, hay alrededor de 1500 minerales. No son de aquí, ¿eh? Lo voy a explicar todo. Primero 1500 სახის explico el მინერალი. fenómeno de la luminiscencia, la cualidad que tienen algunos minerales. Solo el 15% de los minerales del mundo tienen esa cualidad. Hace falta luz ultravioleta. Sí. Cuando el rayo de luz ultravioleta impacta en el mineral, los electrones dan un salto a una órbita superior y forman una energía. Esa energía se traduce en luz y calor. El mineral que vemos rosa, salmón ese grande o aquel que tenéis allí, eso se llama aragonito, proviene de Sicilia y es de origen volcánico. El que vemos azul es fluorita, proviene de Asturias. El verde grande son ópalos, pero el verde pequeñito, incluso los kodamas, que son los muñequitos, eso es sintético, ¿eh? Ahí hay uno también. Sí, ahí. Sí, ავდივართ ზემოთ სართულზე. უზარმაზარი არის ხალხო, უზარმაზარი. შემოსვლისას ახსნა, რომ მთელი რაც აღმოჩენილი არის გამოქვაბულის 10% არის აღმოჩენილი. ყინული. Eso no es hielo. Con la calor. სხვადასხვანაირი ფერები არის, შიგნით იზრდება ღია ბეჟის ფერიდან ყავის ფერში გადადის. სხვადასხვა შემადგენლობის გამო. ამ გამონაძარს ადარებენ. Que os he hecho con la oreja. Sí, vale. Sí.
ეს გავს სპილოს ეს წარმონაქმნი. და ეს გახლავთ მამონტის კბილი. 65,000 წლის წინანდელი. ხმერთო რა მაგარია ჩაბნერებულზე სხვა შეგრძნებაა საერთოდ. ხმერთო ულამაზესია ქავრებაში ჩამქრები. ნახეთ მთვარე და ჯადოქარი. Aquí aparte de lo que os enseñé abajo también hay colmillos de tiburón, ¿eh? Contienen fosfato cálcico. Pero de verdad? ¿Están aquí? Wow. Aquí los tienes. ¿Es aquí conmigo de qué? De tiburón. Wow. Sí. Y también tenemos escorpiones. Lo que pasa es que ზვიგენის poco კბილები se არის ve, აქ. მე კი ვერ pero el ხედავ. escorpión está aquí. Aquí los tenemos. Es el grande, el grande. Eso es ámbar, ¿eh? მორიელი. Y el que está en cajita. ¿Vale? De locos. A ver, aquí hay más dientes de tiburón. აი ეს არის. Y les Soy voy a bien enseñar. escuela. Le da la luz, mira. Ah, Con sí, la- შუქზე puede არ ser. ჩანს და ასე Pero კი. con esta luz, sí, increíble. Contienen luminiscencia. Ahora me dejáis un móvil y os ponéis los tres allí en el rincón. ¿Cuál lo apaga? Pero, sí. Para que salga la luminiscencia. მთელი Tú déjame. დარბაზის გარშემო არის ესეთი Venga, ქვები. poneros allí en la esquina. Ven, mi amor. იმას ეძახიან მედუზას. აი, ეს არის მედუზას დარბაზი. აი ამ ფორმის გამო, რომელიც მედუზას გავს. წავედით ახლა ისე უკან ავდივართ, იმიტომ რომ აქედან გასასვლელი აღარ არის. და უნდა დაბრუნდეთ ცოტა ამ კიბების მაღლა და მე იქიდან გავიდეთ მარჯვნივ. ¿Eh? Tenemos ეს imaginación. ენა. Porque aquí podemos ver. Los niños ven un dinosaurio. Dinosaurio. Dinosaurio, sí, sí. Vale. Meus dinosaurios Pero también ხედავ. se puede ver. No, eso no es un dinosaurio. Espérate que te. Y al lado parece como una lagartija o algo la Una cabeza. Una rana, O sí. un delfín. Mi delfín, rana, sapo, Delfín. tiburón. Rana, sí. ბაგაკს გავს მეორე. იგრძნობა ძალიან დიდი სინესტე. País que de verdad, ¿eh? ეს მაღლიდან არის ჩამოზრდილი ეს პატარა ბეწვებივით. No sé lo que estará muy cuchillo. ნახე როგორი მცენარეა. როგორია დაბრუნება რეალობაში. Ahí dentro estaba ahí. შიგნით кайიყო. ასე დამთავრდა ჩვენი ტური. ეხლა მივდივართ რა ნახოთ ბუნებრივი შესასვლელი, იმიტომ რომ ეს არის არტიფიციალური გაკეთებული. აქ ეს გამოსასვლელია უბრალოდ. იქიდან შესასვლელი იყო. და ეხლა მივდივართ რომ ნახოთ ბუნებრივი შესასვლელი, საიდანაც აღმოაჩინეს ეს გამოქვაბული. Este santuario es muy bonito, está a la orilla del río. ცა როგორც ხედავთ არ არის ლურჯი. არც მუღრუბული არ არის უბრალოდ ესეთი მტვერი არის ჰაერში, რომელიც საჰარადან უაქვს ხოლმე ძირითადად აქეთ მხარეს. და პარტიკულებით ივსება ჰაერი ჭირს მხედველობა შორმანძილზე. ეს არც ბურუსი არ არის. უბრალოდ სიცხისგან არის გამოწვეული ესეთი ბუღი. ესეც ის ბუნებრივი შესასვლელი. Por ahí se descubrió la cueva y por ahí empezamos la ruta deportiva. საიდანაც აღმოაჩინეს სუსულპირველად ეს გამოქვაბული. და აქედან ჩადიოდა ხალხი მაშინ თავის დროზე. აი ამ პატარა ჩასასვლელიდან. Eso es lo más difícil, convencer a la gente a meterse por el agujero. Luego pasas y ya está. ერთ-ერთი საინტერესო ფაქტი. Era pino. აი სახს ხედავთ. აი ამ ადგილას. აი ამ სახს ხედავთ. კაცი, რომელმაც აღმოაჩინა ეს გამოქვაბული. შემთხვევით, სრულიად შემთხვევით. La frente, todo, le fue bajando. Claro. Le pusieron urbasón y el peligro era que si le llegaba la garganta. ეს არის ის მარშრუტი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ. აი ეს. ეს გრძელდება ძალიან დიდი არის, ანუ ამის იქით კიდე გადის გზა, მარშრუტი და არის ესეთი სპორტის მოყვარულებისთვის ცალკე მარშრუტი, აი ესეთი აღჭურვილობა არის, რომლებსაც იცმევენ და შედიან სხვა შესასვლელით. ეს არის ფეხით რაც ვიარე. გეწონათ ახლა აი გაზრი მაინც დააფიქსირე როგორი იყო, ღირდა თუ არა რომ წამომეყვანი აქ. Cargué. აღიარე. ხო მოგეწონა?
გეუბნები. არ უნდა და მეწუწუნებოდა მთელი გზა რომ რა არის და დილით მაგვიძებ და სად მოყავარ და რა ვიცი მე. კაი პონტი იყო, საინტერესო იყო. ხო, რა თქმა უნდა, აბა მეც უდად გილას წამოგიყვანდი. A mí me ha gustado, pero prefería haberme quedado en mi cama durmiendo. შენ ზარმაცი ხარ რა უშავს. ეს ერთგვარი გამოცდილებაა ცხოვრებაში და თავგადასავალი. ეხლა ყოველდღე არ გვეძლება იმის საშუალება, რომ ნახოთ ესეთი ადგილები. თან ყველაზე მეტად რამ გამაოცა და მოახდინა შთაბეჭდილება ჩემზე, რომ ეს გამოქვაბული წარმოიქმნა 15 მილიონი წლის წინ არ იყო რა? 15 მილიონი წლის წინ. და ნელ-ნელა ესე ნელ-ნელა ძალიან წვეთ წარმოიქმნა ეს სტალაგმიტები, სტალაქტიტები, სხვადასხვა ფორმის გამოსახულებები, რომლებსაც ხედავდით გამოქვაბულში სიარულის დროს. და ძალიან საინტერესო არის და თან მით უმეტეს იყო რაღაც მომენტები, როდესაც მაღლა რო ვიყურებოდი და ჭერს რო შეხედავდი, იმ სიმაღლე არის, რომ შენ თავი გონია ძალიან პატარა და ძალიან რაღაცნაირი შეგრძნება არის. თითქოს არაფერი არ ხარ, რაღაც ნამცეცი ხარ ამ ცხოვრებაში და ერთ-ერთი კარგი გამოცდილება სხვათა შორის ძალიან მომეწონა კმაყოფილები ვარ.